გამარჯობა. დღეს მინდა ვისაუბრო ძილის დამბლაზე. როდესაც სული იღვიძებს და სხეული ჯერ არ არის ამისთვის მზად. მე მინდა ამ თემას შევეხო როგორც მედიცინის, ასევე ეზოთერიკის თვალსაზრისით. რა არის საერთოდ ძილის დამბლა? ოღონდ მოდით სამედიცინო კუთხით რო განვიხილოთ. ძილის დამბლა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იღვიძებს, მაგრამ ვერ ამოძრავებს სხეულს. ეს ხდება მაშინ, როცა გონება გამოფხიზლებულია, ხოლო სხეული კვლავ იმყოფება სწრაფი თვალის მოძრაობის REM ფაზაში. მას აქვს თავისი მახასიათებლები: სხეულის სრული უძრაობა, ჩახშობილი სუნთქვა, ძლიერი შიში ან პანიკა. ხშირად რაღაც უცხოს ყოფნის განცდა ოთახში და ასევე ვიზუალური ან აუდიო ჰალუცინაციებიც ახლავს. ეს არის ერთგვარი წნევის მატება, სიბნელეში არსებული ფიგურების გამოჩენა და აჩრდილების ხილვა. მედიცინა მას მიაკუთვნებს როგორც ნეიროფსიქოლოგიურ ფენომენს, რომელიც არ წარმოადგენს ფიზიკურ საფრთხეს. მაგრამ ნახეთ, ის დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან. მაგალითად, როგორიც არის ძილის დარღვევა, სტრესი, ასევე ხანგრძლივი დეპრესიაში მყოფ ადამიანებს ემართებათ ხშირად, ან არარეგულარული ციკლური რეჟიმი, როდესაც ახასიათებს ორგანიზმს. ძილის დამბლას ეზოთერიკაში ცოტა სხვა თვალით უყურებენ და ცოტა სხვა შეფასება აქვს. ეზოთერულ პრაქტიკებში ძილის დამბლა არა მარტო ფსიქონეიროლოგიური მოვლენაა, არამედ ნახეთ წარმოადგენს ღამის ერთგვარ კარიბჭეს, სადაც სული ნაწილობრივ გამოდის სხეულიდან, მაგრამ ვერ ახერხებს სრულად ან დაბრუნებას, ან სხეულიდან სულფასოვნად გასვლას. ეს არის ერთგვარი ასტრალური პროცესი, სულიერი სარკე, სადაც ცნობიერი და არაცნობიერი ერთმანეთს ხვდება. ანუ იქნება ერთგვარი ასტრალური ველი ეზოთერიკის მიხედვით. რას ნიშნავს თვითონ ძილის დამბლა? ასტრალური სხეულის გამოყოფის წარუმატებელ მცდელობად ითვლება ის. სული იწყებს სხეულიდან გასვლას, მაგალითად ასტრალურ მოგზაურობას, მაგრამ დამბლა არის სიგნალი, რომ შენ ხარ გაყინული სადღაც შუალედში. ამიტომაც ფიზიკური სხეული სწორედ ასე აღიქვავს იმ მდგომარეობას. მეორე, ეს არის არაცნობიერი შიშის გამოვლენა სიმბოლურ ენაზე. იმ ფიგურებს, რაც ოთახში იგრძნობა ასე დროს ან ასე დროს ხედავენ ადამიანები, ხშირად ისინი იძლევიან ჩრდილის არქეტიპულ ინტერპრეტაციებს. ანუ იმ შიშების შესახებ ინფორმაციას, რომელ შიშებსაც ჩვენ ვატარებთ, შემდგომ მას ჩვენი ტვინი აძლევს ფორმას. მესამე ასევე არის სულიერი ზეწოლა, ან ენერგეტიკული ჩარევა. ზოგიერთ შემთხვევაში ძილის დამბლა აღიქმება როგორც დაბალი სიხშირის ასტრალური არსების დროებითი შეხება. მეოთხე არის შინაგანი გამოღვიძება. ძილის დამბლა შეიძლება იყოს ასევე წინარე მდგომარეობა სულისათვის, ან სიგნალი, რომ სხვა სამყაროში გადასასვლელად მისი ვიბრაციები ემზადება და ადამიანი ენერგეტიკულად უფრო ღრმა ცნობიერების ტალღაზე ან სიხშირეზე გადადის და ეს არ ნიშნავს გარდაცვალებას. კითხვები, რომლებიც ხშირად ჩვეულებრივ ჩნდება ასე დროს. რატომ აქვს ისეთი შეგრძნება, რომ ვიღაც მაკვირდება, ან ზემოდან მიყურებს, ცდილობს დამაწვეს, დამაჯდეს, სიმძიმეს გრძნობს და ასე შემდგომ. ეს შესაძლოა იყოს თქვენი ჩრდილის პროექცია, ან თქვენს აურაში არსებული, ანუ გაუსუფთავებელი, გაუწმინდავი ემოციური შრეები. ასევე არის კითხვა, რატომ მესმის ხმები ან ძალიან ისეთი კუთხეებში ვხედავ ძალიან საშიშ ბნელ ფიგურებს. ისინი ირეკლავენ თქვენს ფსიქიკურ მატრიცას, ჩაბეჭდილ არქეტიპულ შილს, მაგალითად, აკვიატებული დანაშაულის გრძნობა, დაუმუშავებელი შფოთვა ან ენერგეტიკული კვანძი და შესაბამისად თქვენ მას უკვე აღიქვათ. რჩევები მინდა მოგცეთ ძილის წინ. სასურველია, რომ მოხდეს მაგალითად აურის გასუფთავება, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სალბი, ლავანდა, ასევე საკმევლის ბოლი თუნდაც ოთახში დაანთოთ და ძალიან კარგია მარილიანი წყალით ასით დაიდგათ ტუმბოსთან. ასევე გონებრივი ფორმულა შეგიძლიათ აწარმოოთ, სადაც აიტყვით სიტყვებით, რომ დავებშვიდობე ყოველდღიურობას, ვუბრუნდები ჩემში მშვიდად და ნათლად დაცულ რეალობას.
ასევე მიწის ელემენტთან დაკავშირება დღის განმავლობაში სასურველია. შიშველი ფეხებით მიწაზე სიარული ეს დედამიწების ენერგიას აქტიურებს და ძალიან კარგია ფესვების სუნთქვითი პრაქტიკის ჩატარება თუნდაც. არსებობს ასევე ერთგვარი ანტიდამბლის მანტრებიც კი, სადაც სიტყვებით შეგიძლიათ ქართულად ჩვეულებრივად წარმოთქვათ, რომ ჩემში სიწყნარია, ჩემს სულიერ სამყაროში არავინ იჭრება, ჩემი სივრცე წმინდა, ჩემი სხეული და სული კი გაერთიანებულია და როგორც მანტრა ისე წარმოთქვათ ეს სიტყვები ძილის წინ თუნდაც, ან ილოცოთ თქვენი რწმენიდან გამომდინარე. ძილის დამბლა არა მხოლოდ შიშის, არამედ წარმოიდგინეთ გზის ერთგვარი მცველი შეიძლება იყოს, რადგან ის ყოველთვის გვაფრთხილებს, სადღაც გვეუბნება რომ შეჩერდი და შენ ხარ აი ამ კართან, მაგრამ მზად ხარ კი შიგნით შესასვლელად, სწორედ აი ამ კითხვას გვისვავს. ის ვინც გაივლის ამ შუალედურ კარიბჭეს და შეისწავლის არა შიშით ამ ბრძოლას, არამედ შეძლებს მის მოსმენას, ის დაიწყებს უფრო გაცნობიერებულ ცხოვრებას ორივე სამყაროში.